რომაული ბეტონი თუ თანამედროვე ბეტონი, რომელი სჯობს? სალამი ინჟინერის მოყვარულებო. დღეს გავხსნით საიდუმლოს, რომელიც ბევრ ადამიანს აინტერესებს. მართლა უკეთესია რომაული ბეტონი თანამედროვე ბეტონზე? ყველგან ხედავთ რომის იმპერიის შთამბეჭდავ ნანგრევებს, ამფითეატრებს, აკვედუკებს, ტაძრებს და დიდებულ პანთეონს თავისი მონუმენტური გუმბათით, რომლებიც ყველა დროთა განმავლობაში მტკიცედ დგანან. ასეთი განძლეობის ფონზე ბუნებრივია ჩნდება კითხვა, როგორ? ეს ნაგებობები, რომლებიც თითქმის 2000 წლის წინ აშენდა, დღემდე მყარად დგას, მაშინ როცა ზოგიერთი თანამედროვე შენობა ბევრად უფრო მოკლე ექსპლუატაციის ვადა აქვს. ეს დაკვირვება ბევრს აძლევს საფუძველს იფიქროს, რომ რომაული ბეტონი რაღაცით სჯობს ჩვენსას, მაგრამ მართლა სამართლიანი და ტექნიკურად ზუსტია ეს შედარება. მოდით გავაანალიზოთ რა ხდის თითოეულ ამ მასალას უნიკალურად და რომელი მათგანი გამოირჩევა სხვადასხვა ასპექტში. ამ საკითხის გასაგებად ჯერ უნდა განვსაზღვროთ რა არის ბეტონი თავისი არსით. ბეტონი კომპოზიტური მასალაა, რომელიც მზადდება შემკრელის ნაზავისგან. ჩვენ შემთხვევაში ეს არის ცემენტი, რომელიც აერთიანებს აგრეგატებს, როგორიცაა ქვიშა და ხრეში, წყლის დამატებით. ჯადოსნობა მაშინ ხდება, როცა შემკრელი რეაგირებს წყალთან. წარმოიქმნება პასტა, რომელიც მყარდება და აკრავს აგრეგატებს, ქმნის მყარ და გამძლე მასას. მაგრამ როგორ შეძლეს რომაელებმა ეს საოცრება საუკუნეებით ადრე, ვიდრე ჩვენი თანამედროვე ინჟინერია? კარგი, რომაული ბეტონი, რომელიც ცნობილია როგორც ოპუს ციმენტიციუმი, არ იყენებდა იმ შემკრელს ან ცემენტს, რომელსაც დღეს ვიცნობთ. მისი შემკრელი იყო სპეციალური ნაზავი, ჩაუმქრალი კირისა და კრუჩიალეს, ვულკანური მასალის, რომელიც უხვად გვხვდება პოცუოლის რეგიონში, ნეაპოლის მახლობლად, რომელსაც ვულკანურ ფერფლს, ან უფრო ხშირად პოცოლანას უწოდებენ. გარდა ამისა, ისინი იყენებდნენ აგრეგატებს, როგორიცაა ვულკანური ქვები და განსაკუთრებით საზღვაო ნაგებობებისთვის ნაზავს ამზადებდნენ ზღვის წყლით. თავარი განსხვავება იყო ქიმიურ რეაქციებში, რომლებიც ხდებოდა მაშინ, როცა კირი და პოცოლანა წყალს ერეოდა, ხოლო სანაპირო და საზღვაო ნაგებობების შემთხვევაში მარილიან წყალს. ისინი წარმოქმნიდნენ კალციუმისა და ალუმინის ჰიდრატირებული სილიკატის განსაკუთრებულ სახეობას, რომელსაც მკვლევარები ქეშის გელს უწოდებენ, ანუ კალციუმ-ალუმინოსილიკატის ჰიდრატს. ეს რეაქცია ისეთი სწრაფი არ იყო, როგორც თანამედროვე ცემენტის შემთხვევაში. ეს იყო ნელი და ეტაპობრივი პროცესი, რომელსაც სრული დასრულებისთვის წლები შეიძლებოდა დასჭიროებოდა. რომაული ბეტონის გამორჩეული გამძლეობა, განსაკუთრებით ისეთ აგრესიულ გარემოში, როგორიც ზღვა, სწორედ ამ უნიკალური ქიმიიდან მოდის. ზღვის წყალი ბეტონის დაშლას კი არ იწვევდა, არამედ რეაქციაში მონაწილეობდა. ზღვის წყალში არსებული სულფატები რეაქციაში შედიოდა პოცოლანის ალუმინთან, რის შედეგადაც წარმოიქმნებოდა ისეთი მინერალები, როგორიცაა ტობერმორიტი და კალციუმის ალუმინატის ქლორიდი. ეს მინერალები ავსებდა ბეტონის ფორებს, რაც მას უფრო მკვრივსა და გამძლეს ხდიდა კოროზიული ნივთიერებების შეღწევის მიმართ დროთა განმავლობაში. გარდა ამისა, ეს შემადგენლობა რომაულ ბეტონს ანიჭებდა შთამბეჭდავ თვითარდგენის უნარს. დროთა განმავლობაში წარმოქმნილი მცირე ბზარები შეიძლებოდა შეხოცებულიყო კირისა და წყლისა და პოცოლანის უწყვეტი რეაქციით, რაც წარმოქმნიდა ახალ კრისტალებს, რომლებიც ამ ბზარებს ხურავდა. ეს ნიშნავს, რომ დროთა განმავლობაში გარკვეულ პირობებში რომაული ბეტონი კიდევ უფრო მტკიცე და წყალგაუნტარი ხდებოდა. მაგრამ ნეტავ, ამ ჯადოსნურ ბეტონს უარყოფითი მხარეები არ ჰქონდა. ხანძლეობისა და ზღვის გარემოში განძლეობის მიუხედავად, რომაულ ბეტონს გარკვეული შეზღუდვები მაინც ჰქონდა. მისი შეკუმშვაზე გამძლეობა, მიუხედავად იმისა, რომ შედარებით კარგი იყო როგორც წესი, ვერ აღწევდა თანამედროვე მაღალი წარმადობის ბეტონის დონეს. და რაც თავარია, მისი გაჭიმვის სიმტკიცე ძალიან დაბალი იყო, როგორც ნებისმიერი კერამიკული მასალის შემთხვევაში. ეს ნიშნავს, რომ ის შესანიშნავად უძლებდა შეკუმშვის დატვირთვებს გუმბათებსა და თავლებში, მაგრამ ვერ უძლებდა ძალებს, რომლებიც მას გაწევდნენ ან მოღუნავდნენ. ამ მიზეზით რომაული ნაგებობები, როგორც წესი, მასიური იყო და ძალიან დიდად ეკრონებოდა სტრუქტურის ფორმას დატვირთვების გადანაწილებისთვის. გარდა ამისა, გამაგრების პროცესი უკიდურესად ნელი იყო, რაც თანამედროვე მშენებლობის სწრაფ ტემპთან შეუთავსებელი იქნებოდა. და ჩვენი ბეტონი რა აქვს მას, ისეთი განსაკუთრებული, რომ ის გახდა პლანეტის ყველაზე ფართოდ გამოყენებული სამშენებლო მასალა. თანამედროვე ბეტონი, რომელმაც რევოლუცია მოახდინა სამშენებლო სფეროში, ძირითადად დაფუძნებულია პორტლანდის ცემენტზე, რომელიც მე-19 საუკუნეში ჯოზეფ ასბდინმა გამოიგონა.
პორტლანდის ცემენტი მიიღება კლინკერის დაბქვით, რომელიც წარმოადგენს კირქვისა და თიხის ნარევს, რომელიც მაღალ ტემპერატურაზე იწვება. პორტლანდის ცემენტში თაბაშირის დამატებისას და წყალში შერევისას მიმდინარეობს ჰიდრატაციის რეაქცია, რის შედეგადაც წარმოიქმნება ჰიდრატირებული კალციუმის სილიკატები და კალციუმის ჰიდროქსიდი. ეს რეაქცია სწრაფი და ეფექტურია, რაც საშუალებას აძლევს ბეტონს პროექტით განსაზღვრულ სიმტკიცეს რამდენიმე კვირაში მიაღწიოს და არა წლების განმავლობაში. აგრეგატები, როგორიცაა ქვიშა და ღორღი, ასევე წყალი ავსებენ ნარევს. დღეს ჩვენ ასევე ვიხენებთ ქიმიური დანამატებების ფართო სპექტრს თვისებების ოპტიმიზაციისთვის, მაგალითად სუპერპლასტიფიკატორებს, რათა ბეტონი უფრო თხევადი გახდეს, დამაჩქარებლებს ან შემანელებლებს გამკვრივებიდრის დროის კონტროლისთვის, ჰაერის შემტან დანამატებს, გაკინვა გალღობის მიმართ მდგრადობის გასაუმჯობესებლად და მრავალ სხვა დანამატს. თანამედროვე ბეტონის მთავარი უპირატესობა მისი მრავალმხრივობა და მაღალი სიმტკიცეა შეკუმშვაზე, რაც შეიძლება ბევრად აღემატებოდეს რომაული ბეტონისას. მაგრამ ნამდვილი გარდამტეხი მომენტი იყო რკინა-ბეტონის გამოგონება. ფოლადის ჩასმით ბეტონში ჩვენ შევძელით გადაგვეჭრა მისი დაბალი გაჭიმვის სიმტკიცე. ფოლადი იღებს გაწევის დაძაბულობას, ხოლო ბეტონი იღებს შეკუმშვისას წარმოქმნილ დაძაბულობას, რაც ქმნის ჰიბრიდულ მასალას, რომელიც საშუალებას გვაძლევს ავაშენოთ ბევრად უფრო თხელი და დიდი მალების მქონე კონსტრუქციები, რაც უბრალო ბეტონით შეუძლებელი იქნებოდა. პორტლანდ ცემენტის და თანამედროვე ბეტონის წარმოების სტანდარტიზაცია ასევე უზრუნველყოფს ხარისხის მკაცრ კონტროლს და მასობრივ წარმოებას, რაც აკმაყოფილებს გლობალური მშენებლობის მოთხოვნებს. თუმცა თანამედროვე ბეტონს ასევე აქვს თავისი შისის შეზღუდვები. თუ სათანადო დაცვა არ ექნება, ის შეიძლება გახდეს დეგრადაციის პროცესებისადმი მგზნობიარე, როგორიცაა კარბონაცია. ამაზე უკვე მაქვს ვიდეო ჩემს არხზე. ასევე სულფატებისა და ქლორიდების შეტევა, განსაკუთრებით საზღვაო გარემოში, რაც შეიძლება გამოიწვიოს გაფართოება და ბზარების გაჩენა. პორტლანდ ცემენტის წარმოება ასევე საკმაოდ ენერგოინტენსიური პროცესია და დიდი რაოდენობით CO2-ის გამონაბოლქვს იწვევს, რაც გარემოსთვის სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს. აბა, რომელი მათგანია ნამდვილად საუკეთესო? პასუხი, როგორც თითქმის ყოველთვის ინჟინერიაში დამოკიდებულია იმაზე, რა გჭირდებათ. გრძელვადიანი გამძლეობისთვის, აგრესიულ გარემოში, მაგალითად საზღვაო გარემოში, აქ რომაული ბეტონი როგორც ჩანს უპირატესობას ფლობს. მისი მელი ქიმიური რეაქცია, სტაბილური მინერალების წარმოქმნა, განსაკუთრებით პოცოლანასა და ზღვის წყალთან ერთად, ანიჭებს მას გამძლეობასა და თვითაღდგენის უმარს, რომლის გამეორებაც რთულია თანამედროვე ბეტონში სპეციალური დანამატებისა და ფრთხილი დიზაინის გარეშე. ეხლა რაც შეეხება მექანიკურ გამძლეობას, მაგალითად შეკუმშვასა და გაჭიმვაზე, თანამედროვე ბეტონი უკეთეს შედეგს აჩვენებს. პორტლანდ ცემენტისა და განსაკუთრებით ფოლადის არმატურის გამოყენებით ის აღწევს როგორც შეკუმშვის, ასევე რაც მთავარია, გაჭიმვისადმი გამძლეობას. ეს საშუალებას იძლევა, რომ იგივე თვითამწეობის პირობებში მივიღოთ უფრო მსუბუქი და მასალის გამოყენების მხრივ ეფექტური კონსტრუქციები. აგრეთვე ავაშენოთ ისეთი ფორმები და ზომები, რაზეც რომაელებს არც კი უოცნებიათ. როდესაც მშენებლობის სიჩქარე კრიტიკული ფაქტორია, თანამედროვე ბეტონის შეუდარებელია. მისი სწრაფი გამკვლევება და სტანდარტიზაცია საშუალებას იძლევა განხორციელდეს მასშტაბური სამშენებლო პროექტები მოკლე ვადებში, რაც თანამედროვე სამყაროსთვის აუცილებელია და რომაელებს ასეთი შესაძლებლობა არ ჰქონდათ. სამშენებლო გრაფიკის დროის ზეწოლა. გამოყენების მრავალფეროვნებითაც თანამედროვე ბეტონი კვლავ გამოირჩევა. დამატებების ფართო სპექტრის წყალობით შეგვიძლია დავაპროექტოთ ბეტონების სხვადასხვა დანიშნულებისთვის. მაღალი სიმტკიცის ბეტონებიდან დაწყებული მსუბუქი თვითშემჭიდროებადი ან სპეციფიკური ესთეტიკური მახასიათებლების მქონე ბეტონებიც დამთავრებული. გარემოზე ზემოქმედების თვალსაზრისით, პორტლანდ ცემენტის წარმოება გლობალური CO2-ის გამონაბოლქვის მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენს. მიუხედავად იმისა, რომ რომაული წარმოების მასშტაბი უსასრულოდ მცირე იყო, პოცოლანების გამოყენება და უფრო ნელი გამპრიობის პროცესი რომაულ ბეტონს წარმოებისას პოტენციურად ნაკლებად ზიანის მომტანს ხდის. მოცულობის მიხედვით, თუ მასალების მოპოვების ლოგისტიკას გამოურიცხავთ, ზოგ შემთხვევაში უფრო მდგრადი ცემენტების, მათ შორის პოცოლანების გამოყენების ძიება დღემდე აქტიური კვლევის სფეროა. ეხლა ღირებულებისა და მასობრივი წარმოების თვალსაზრისით, თანამედროვე ბეტონი გლობალურად ოპტიმიზებული გადაწყვეტაა ღირებულებისა და მასობრივი წარმოებისთვის, რაც უპრეცედენტო სამშენებლო მოთხოვნას აკმაყოფილებს. რომაელთა მასალები და მეთოდები უფრო ლოკალური იყო და რეგიონული ხელმისაწვდომობის მიხედვით იყო მორგებული. შეგრძნება, რომ თანამედროვე ბეტონი მარცხ ხდება, მაშინ როცა რომაული ბეტონი საუკუნეებს უძლებს, ხშირად კონტექსტს უგულებელყოფს.
რომაული ნაგებობები, რომლებიც გადარჩა, უმეტესად მასიური მონუმენტური ნაგებობებია, რომლებიც გამძლეობისთვის იყო დაპროექტებული და ხშირად მშრალ და სტაბილურ გარემოში მდებარეობს. ის ნაგებობები, რომლებიც ზღვისპირა გარემოში იყო, გადარჩა იმ განსაკუთრებული ქიმიის წყალობით. გარდა ამისა, ისინი არ იყო დაპროექტებული იმავე დატვირთვებისთვის ან იმავე გეომეტრიული ფორმებისთვის, რასაც დღეს ვითხოვთ. თანამედროვე ბეტონს, როდესაც სწორად არის დაპროექტებული, შესრულებული და მოუნილი, ასევე შეუძლია გამორჩეული გამძლეობა ჰქონდეს. მაგრამ ის ხშირად ექვემდებარება უფრო მკაცრი პირობები, უფრო მაღალი შესრულების მოთხოვნები და სიცოცხლის ციკლები, რომლებიც განკუთვნილია უფრო მოკლევადით, განსაკუთრებით ისეთ ინფრასტრუქტურაში, როგორიცაა ხიდები და გზები. ზოგიერთი თანამედროვე ნაგებობის მარცხი უფრო ხშირად გამოწვეულია პროექტირების, შესრულების, მასალის ცუდი ხარისხის, მოვლის ნაკლებობის ან გადატვირთვის შეცდომებით, ვიდრე მასალის შიდა დეფექტით. და ნეტავ სამშენებლო სექტორის მომავალი დაბრუნებას გულისხმობს. სიმართლე ისაა, რომ ინჟინრები და მეცნიერები აქტიურად სწავლობენ რომაულ ბეტონს. კვლევები ცდილობს უკეთ გაიგოს მისი ქიმია, რათა შეიქმნას ცემენტის და ბეტონის ახალი ტიპები, რომლებიც შეითავსებენ ძველი რომაელების განძლეობისა და მდგრადობის უპირატესობებს, მაგრამ ასევე ექნებათ მაღალი წარმადობა და მრავალმხრივობა, რაც აუცილებელია 21 საუკუნისთვის. თუ აქამდე მოხვედი და ვიდეო მოგეწონა, გამოიწერე არხი. თუ ჯერ არ ხარ გამოწერილი, დაალაიქე და ჩართე შეტყობინებების ზარი. თუ ჩვენი კონტენტი რაიმე ფორმით საინტერესო გეჩვენება, გაითვალისწინე წევრობა, რათა დაგვეხმარო პლატფორმაზე კონტენტის შექმნის გაგრძელებაში და ჩვენს ვიდეოებში მოგიხსენიოთ. თუ გაინტერესებს მეტი გაიგო იმ კურსებზე, რომლებსაც ახზე გირჩევთ, გამოიყენე გვერდზე მოცემული QR კოდი ან ვიდეოს აღწერაში მოცემული ბმული. რომ მიიღოთ წვდომა მრავალ შესაძლებლობაზე, განივითაროთ სხვადასხვა უნარები, რომლებიც თქვენს კარიერაში მნიშვნელოვან განსხვავებას შექმნის. ხოლო შენ ბეტონის ამ ორ ტიპს შორის, რომელი მიგაჩნია უფრო საინტერესო? ოდესმე მოგინახულებია რომაული ნაგებობა, რომელმაც შთაბეჭდილება მოახდინა შენზე. დაწერე კომენტარებში, მინდა ვიცოდე. აქ გვერდით არის ორი საინტერესო ვიდეოს არჩევანი, რომლებიც აუცილებლად უნდა ნახო, რომ გააფართო შენი ცოდნა და დააკმაყოფილო შენი ცნობის მოყვარეობა. თუ გინდა რომ დაგვეხმარო, უბრალოდ დაალაიქე ვიდეო, გამოიწერე არხი, ჩართე ზარი და დაფიქრდი არხის წევრობაზე. ეს იყო ყველაფერი ინჟინერიის მოყვარულებო. დიდი მადლობა და შევხვდებით შემდეგ ვიდეოში.